მოგესალმებით მეგობრებო. წინაზე აი ესე უცებ შემოგეჭერით ისე რომ არც გაგეცანით არაფერი და თავიდან სანამ მეორე პოდკასტს დავიწყებდეთ, მინდა რომ ჩვენ თავი წარგიდგინოთ ცოტა ოდენი და გისმენ მარია. მე დავამატებდი იმას, რომ ეს პირველი პოდკასტი ეს ხო ტესტი იყო. მაგრამ ჩვენ მაინც დავდეთ, იმიტომ რომ ნახოთ საიდან სად მივალთ. იდეის დონეზე. მე ვარ მარიანა, პროფესიით მსახიობი გახლავართ. რატო გავკადნიერდი და მეც ჩემ თავს ვფრება, რომ აქედან რაღაც თემები გავარჩიო, არ ვიცი, მაგრამ რატო არა? ეს დენიკინის დროინდელი კაცი კი ლევანია. კი გახლავართ. ძალიანაც არ გავკითხოთ, იმიტომ რომ მე ოკეი, მაგრამ ნახევარი პარასკევი აკადემიას დარჩენი, რაგერ ხვალ რა მე თუ რა ბულინგი არის. ეს წინა გადაცემის ის არის, ხო ძალადობაა და. ზეგ თუ მაზეგარი პარასკევი არ მახსოვს, და აი მაქამდე აქ ვადა და წავგთხოვთ, რომ გამოგმული, ხო? სამ კაცრები ნუ იქნებით, ლევონის მიმართ ჩემსკენ შეიძლება, ოკეი. მადლობა რომ ეს რაღაცა იმას მიქენი, გამიკვლიე რომ აი წარდგენა იყო ხოლმე, ლევანი ვარ, ჯერჯერობის სტუდენტი ფსიქოლოგიის განხრით, მომავალი ფსიქოლოგი, ну არ ვიცი რა, მინდა რომ აი მაგ ხარებს ვცადო რა. სწავლა სიბერემდია პირდაპირ მნიშვნელობით. კი, ანუ რაღაც 5 უნივერსიტეტმა გამოვლი, სხვათა შორის ხომ მინდა თქვა რომ აი 5-ვეში აი დიპლომის რაღაცა ამბები მიჭირდა და თუ ვინმე ხართ და მუშაობთ ამ საქმეზე, აუცილებლად გამოგვეხმაურეთ და თქვენი რეკლამა განთავსდება აქ. ანუ პირველი რეკლამა დავაძახე. მოკლედ, მადლობა დიდი მეგობრებო და დავწყოთ ჩვენი. აი ესე დაიწერა ქულები ლევანმა პლუს. ხო, აი შენ გამაზე. საქართველოს ბანკი. შენ გამაზე ეგ შანს მე გეკნება ეგ. ხო, აი შენ ახლა გაცდით პარასკევი. საერთოდაც ლევანი იმიტომ ამ პოდკასტში და მარტო იმიტომ არა ვარო, აი მართლაური პარასკევი რო დარჩა ადამიანს, მე ამის ხარჯზე მინდა რომ რეიტინგი ავწიო, რომ რა ბიჭი იყო, რა ბიჭი იყო. აი კიდე კაი რომ ფსიქოლოგიასთან ახლოვარ, თორე აი უკვე სო ეს ბულინგის უდიდესი მსხვერპლი ვარ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ორმაგ სტანდარტებზე. ყველანაირი განხრით, როგორც ჩვენ ამ ყველაფერს აღვიქვავთ ყოველ შემთხვევაში. რა არის ლევან შენთვის ორმაგი სტანდარტი? ჩემთვის ორმაგი სტანდარტი არის ანუ რაღაც სინონიმად მესმის რომ რაღაც განსხვავებული აზრის მიუღებლობა. აი ნუ რაღაც მაგალითად მე რაღაცა ესა და ესა მიმაჩნია რომ რაღაცა ესა და ეს არის ჭეშმარიტება და აი ვიღაცა რომ მეუბნება რომ ეს არის ნუ მორჩა რა. ანუ ორმაგ კონკრეტული იყავი. ორმაგ სტანდარტს ვავლენ. ან მაგალითად რა, ანუ ესა და ეს. ხო, მაგალითად რომ მე რაღაც მომწონს შავი ფერი და ვიღაცა მეუბნება რომ აი ეგ შავი ფერი და ეს რაღაცა ჩემთვის ისაა რა, ის მეუბნება, ესე იგი რაღაცას ურევს რა. ხო და ანუ ორმაგი სტანდარტი არის ჩემთვის აი ნებისმიერი რაღაცა, რაც ანუ ერთის მხრივ დაშვებულია და მეორეს მხრივ არა. მაგრამ ანუ ერთი და იგივე ადამიანისგან, ერთი და იგივე იდეოლოგიისგან რაღაცა გვესმის რა, ესე მსგავსი ტიპის ორმაგი სტანდარტები, რომ ანუ ეს ერთის მხრივ შეიძლება იყოს და ჩემთვის შეიძლება და შენთვის არა. ხო, ჩემთვის შეიძლება და შენთვის არა. კი, ანუ ეგ ძალიან გავრცელებული ორმაგი სტანდარტის ფენომენი არის, ხო? მე თუ რაღაცას ვაკეთებ, ოკეია, მაგრამ თუ ამ ყველაფერს ის ადამიანი აკეთებს, ვინც არ მომწონს, უკვე პრობლემა ჩემ ბაბლში ვერ მოხდება რა. აი რაღაცა საუბრობდით რა, სანამ შემოვიდოდით ეთერში. აი მაგალითად ორმაგი სტანდარტი რა, აი ყველაზე ესეთი, რა ვიცი, თვალში საცემი და რაღაცა, რომ აი ტიპს ყავს ცოლი და ნუ რაღაცა უყარს აქით-იქით გახედვას, რაღაცა აფასებს ილამაზეს, მოკლეკაბიანი გოგოც მოწონს, რაღაცა ეს ჩაცმული, მაგრამ მისმა ცოლმა ასე არ უნდა ჩაიცვას. ეს არის რაღაც კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტის, რაც მომდის ახლა თავში. ნუ მსგავსი ტიპის ხო, საზოგადოება ძალიან სავსეა ორმაგი სტანდარტებით. ყველაზე მინიმუმიდან ყველაზე მაქსიმუმამდეც რომ მივიდეთ. აი მაგალითად, ჩემთვის არის ასევე ორმაგი სტანდარტი, როდესაც მე მთხოვენ 100%-იან მომსახურებას ნებისმიერ სფეროში ამუშავებ, აქ სადმუშაობ პირობითად.
და ძალიან ღიმილით და პოზიტივით თუ არ შეხვდი იმ ადამიანს და თან თუ არ გადაყევი, აუცილებლად არ მოეწონება შენი მომსახურება. თუმცა თვითონ ძალიან უჟმური შემოდის და პრეტენზია აქვს ძირთად იმ ადამიანებს, რომ იმ შემდეგ მაგალითად ისე შევლენ აფთიაქში, მაღაზიაში, ნებისმიერ სადმე, სადაც არ იტყვიან გამარჯვებას და არ იტყვიან მადლობას და ნახვამდის. ანუ მინიმუმი იზრდილობა რო არ გააჩნია. თუმცა ამ შემთხვევაში თვითონ თუ ძალიან სიტყვას გამოვიყენებ, პერო თუ აქვს, შეუძლია რომ აი ადამიანს ესე ზედით არ შეხედოს და უკვე მისთვის იყოს ნათქვამი. ასევე პოლიტიკაშიც ძალიან ორმაგი სტანდარტებია და თვითონ პოლიტიკოსები ხო თავიდან ბოლომდე ორმაგი სტანდარტები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე არიან ამორჩევლებიც, ანუ ჩვენ ხალხი ვართ აი ძალიან ორმაგ სტანდარტში. მიუღებლობა გვაქვს ყველაფრის მიმართ, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და თუ ვინმე ისე არ ფიქრობს. ანუ ჩვენ არ ვუშვებთ აზრს, რომ შეიძლება შენი აზრი იმსახურებდეს არსებობას, მინიმუმ არსებობას. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მართალი ხარ. ან მე ვარ მართალი, მაგრამ მე რო ვამბობ, აუცილებლად ვინც მეწინააღმდეგება, უკვე ყველა ყვანია. ეგეც ორმაგი სტანდარტია, აი არ შეიძლება რომ ვიღაცას გადაუარო. აი თუნდაც ახლა რა ძალიან ბევრი ადამიანი, ცოტა ესე მტკივნეულადიას რო ჩავაჭირო ჩვენი საზოგადოებისას, აქციებზე მდგომი, ჩვენ საერთო მეგობრებიც ყავს მსგავსი, რომლებიც ერთი არიან ერთ მხარეს, მეორე არიან მეორე მხარეს. ესე ცალსახად არც ერთი მხარე არ არის ნათელი. მოდი აქედან დავიწყოთ. არც პოზიცია არ არის ნათელი, არც ოპოზიცია არ არის ნათელი და იმისთვის რომ ხალხი იყოს ნათელი, რაღაცა საერთო აზრზე თითქოს უნდა შეჯერდეს, თუმცა არა, ანუ კარგავენ ერთმანეთს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, რომ აი შენ რატო ეს და რატო ეს არა. ნუ კონკრეტულ ახლა მეც არ დავასახელებ რა, ვინ ვისკენ არის. მაგრამ მაგის გამო ძალიან ბევრი კონფლიქტი იყო, აი ჩემს ძალიან სამეგობრო წრეში, რომ აი რას ქვია შენ იქ დგახარ და რას ქვია შენ იქ არ დგახარ. მეორე მხრიდან ვინც იქ დგას, ან ვინც არ დგას, ანუ აღარ უსმენენ რა, აი მისთვის მიუღებელია, რომ ერთი აუცილებლად ნაცია, მეორე აუცილებლად ხოცია და აი საშუალო არა აქვს და კიდე აი ეს არის ჩემთვის ძალიან საყვარელი, რომ აი მაგალითად ვიღაცა ტიპი რო უნდათ რომ გამოჩნდეს ხელისუფლების სათავეში, ვისაც ხმას მისცემენ. ოღონდ აი ეს ტიპი ხო უკვე განათლებული უნდა იყოს, შესაბამისი განათლება უნდა ქონდეს მიღებული და როგორც ჩვენთან არის ქვეყანაში 18 წლის რო ხარ და 20 წლის სტაჟი რო გჭირდება, ეგეთი მოთხოვნით რა, რომ ანდო ქვეყანა. და ამ დროს ეს ადამიანი ძალიან დიდხანს უნდა იყოს პოლიტიკაში. თუმცა ამის პარალელურად არ უნდა ქონდეს არც ერთ პოლიტიკურ მხარესთან საერთოდ. ეგ ხო გამოდის, ანუ რანაირად შეიძლება ანუ იდეაში ძალიან კაია რომ ისიც ვნახე და კაი ვისწავლე ამათგან და ცუდი დავგმე და მე დამოუკიდებელი ტიპი გავიჩნდე, მაგრამ ნუ მაგის შანსი არ გაქვს რა, ვინმესთან თუ გაიარე, აი ეს გვერდით თუ გაუარე, აი ისო მთელი ბაბლი გადაგივლის, ანუ ყველას ბაბლი გადაგივლის. ერთ დღეს ერთი ხარ, მეორე დღეს მეორე, შუა არ გაქვს რა, ანუ არ გაგაჩნია შენი ნეიტრალური პოზიცია, რომ აი ეს შავი და თეთრი არ არის შუაში, ნაცრისფერიც ხო არსებობს იდეაში, ზუსტად ამათ შუაში. და ანუ მაგას ვერ ხვდებიან, რომ მე შეიძლება არ ვიყო ან შავი ან თეთრი, მე ვიყო ნაცრისფერი, მაგრამ ნუ არა. უკვე ძალიან მეწინააღმდეგე. აი, კაი, საინტერესო თემა შემოიტანა. სხვათა შორის აი პოლიტიკაში, ანუ აი ორმაგის სტანდარტი აი ყვავის, აი ეს გადმოედინების რა. ანუ იმ თადა ცხოველების ფერმაში რა. რო აი ყველა ღორიდი ხო ზოგი კიდე უფრო თანასწორი აი პირდაპირ მესიჯია ან პოლიტიკური რო ანუ რაღაცას გიდგენთ ჩვენ ანუ სტანდარტს ხო ნუ ის პოლიტიკოსი იქნება რაღაც კანონმდებელი თუ რა ვინცაა ხო ის გიდგენს რაღაცას მაგრამ ამას შეუულია რომ ეს დაარღვიოს ანუ ორმაგის მისთვის ანუ ეს სტანდარტი არის ანუ აქითაც შეუულია იყოს და აქითაც ჩვენ გეუბნება რომ მხოლოდ აქ უნდა იყო რა და ამიტომ აი ორმაგის სტანდარტის ის მინდა რა კიდე უფრო დეფინაცია და გამოყოფა რომ წეგა როგორც თქვი რომ სინონიმი არის განსხვავებული აზრის მართლაც კიდე ცოტა მეტი არის რა ეხლა განსხვავებული აზრი შეიძლება გქონდეს ადამიანს იგივე პოლიტიკოს უბრალო ადამიანს თუ ნებისმიერ სფეროს წარმოება მაგრამ მიაწვეს და ამ განსხვავებული აზრზე იდგეს ბოლომდე მაგრამ უცებ შეიძლება აქითაც აღმოჩნდეს რა ეგა მთელი მუღამი და მთელი იდეას კარგავენ ყველა ადამიანი კარგავს იდეას რა ეს ბოლომდე არ აწובה ხო რომ აი ნუ სადაც თბილა ხო, იდეაში მად მივდივარ თუ სადაც თბილა, ან სადაც მე უფრო მაწყობს. აი მაგალითად კიდე ნუ ეს თემა ეს კონკრეტულად არ გვინდა ჩვენ რაღაც ისე თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე რომ რაღაც იმას ავქნათ რა, ჩავაჭირო და რაღაც უბრალოდ აი რაც მოხდა რა, ეს ტრაგედია, ხო? არის ერთი მხარე მშობლის, რომელიც მშობლის რაღაცა იბრძვის ამ ყველაფრისთვის და ნუ აი წრფელი რაღაც აი ამ იმით არის განწყობილი და
ბოლომდე ერთი მხარეზეა და თავის იმას იცავს, რასაც იმაშება და არის მეორე მხარე, რომელიც იძახის, რომ ანუ ეხა ჩვენი შვილები კი, მაგრამ ცოდვები, ანუ ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი რა. ანუ ეს ხალხი რო ყოფილიყო ამ ადამიანის ადგილას, ხო, არ ამგონია, რომ რაღაცა სხვა ის ქონოდა რაღაცა იგივე ალბათ დიდი ალბათობით იგივე რაღაცა შემართება და პატოსი ექნებოდათ, მაგრამ ეხა ეგ ზუსტად თავისია და იმის. ხო, ნუ ჩემ შულს ხო არ მოჭრი კულს რა, აი კაი ისა გვაქვს, ხო, ანდაზა და აი არ ვიცი მე ბევრგანაა რა, ეხლა ჩვენ პოლიტიკაში ეხება ანალოგიურად შეგვიძლია ავიღოთ რელიგია მაგალითად. აუცილებლად, ხო. მე როცა მეუბნება რომ აი კი ანუ ეს კონკრეტულად არის ხო ნუ რაზე ვსწორდებით რა ეხლა ძალიან ის რელიგიური მებში ვარ წავიდეთ რაღაც ცნობებში და ვიღაცას არ ვაწყინოთ ხო უბრალოდ ადამიანებს რო თავი დავანებოთ და მაგ ნუ რაღაც წიგნი წმინდა წიგნი იქნება რაღაც სწავლება იქნება ამ წიგში მიწერია რაღაცები რაც აკრძალული მაქვს რაღაცები რაც დაშვებულია და ასე შემდეგ რა მაგალითად რა სიმდიდრეზე როცა ლაპარაკი ხო ანუ იქ თეთრით შავზე წერია თუ პირიქით როგორც არის რომ ან დიდარს უფრო რაღაცა ის გაუჭირდება 60-ში შეხო ვიდრე ლახაკნიკი ხო აკლემს ნექნცის კუჩი გაძრომა მაგრამ ამავდროულად ხედავთ რომ ხალხი არის ამ ხალხი სფეროს წარმომადგენლები ფუფუნებაში ავიც განსხრომაში ხონების დაგროვებაში და ამიტომ შენ გეუბნება რომ სიმდიდრეს და რაღაცა მოხვეჭას შეშვი რა არ ჭირდება ეს ხო და ეს ხო ორმაგი სტანდარტი კიდე უფრო უარესი ზოგადი ეს არის რა რელიგიას აქვს ძალიან ზოგადი კიდე ორმაგი სტანდარტი რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვამტკიცებთ რომ თუ შენ არ ხარ მართლმადიდებელი და დაიბადე შენგან დამოუკიდებლად ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გინდა თურქი ანუ რა მნიშვნელობა რომ ანუ იმ ქვეყანაში სადაც მართლმადიდებლობა არ არის ოფიციალური რელიგია და შენ ხარ სხვა ან საერთოდ არ გწამს ანუ შენ თუ პირობითად რავი ირანში ხარ დაბადებული ან უკვე აღარ ხარ ადამიანი და შენ სული არ გაქვს შენ სული არ ჩათვალე დაკარგული გაქვს და აი რატო შეიძლება ძალიან კაი ადამიანი ვარ და რავი ბუდიზმის მიმდევარი ვარ თუნდაც რომ ძალიან კეთილი ადამიანი ვარ რავი ნებისმიერ მართლმადიდებელზე უფრო აი მე რატო მზღუდავ და აი რატომ აჭერს ზუსტად რელიგია რო გაჭერს ანუ გიყვარდეს მოყვასი შენიო მაგას გვეუბნება აი გვიწერია აი შავით თეთრზე მაგრამ არ ვაკეთებთ რა ეგეც ხო ორმაგი სტანდარტია რომ აი არ ვაკეთებთ გვიწერია მაგრამ აი ვერ რა ძმაო ეხა ის ვიღაცა ის არის რა ალაჰუ აკბარს იძახის და ყველა მაგაში ყავს გაყვანილი ანუ ყველა იმას ვერ უშვებთ რომ მისი ადამიანობა და ღმერთთან ჩვენ რაც თავარი ან მართლმადიდებლებს რაში გაგვიმართლა მე ეგრე ვთვლი რა რომ ჩვენთვის ჩვენ ანუ ღმერთი გვეუბნება რომ ადამიანი შეიძლება დაიბადო ადამიანად მაგრამ იმდენად კეთილი საქმეები აკეთო რომ შეგიძლია გახდე ღმერთი ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ზეცად აი ესე ხორცელი ვერ ავალთ მაგრამ სულიერად ჩვენ შეგვიძლია რომ ღმერთის თანასწორი ანუ ღმერთთან მივიდეთ ანუ მაგის პირდაპირ მაგალითი ყავს იესო ანუ რომელიც ჯერ ადამიანი იყო და მერე იყო ღმერთი მართლმადიდებლებისთვის და ჩვენ ამ ადამიანობას ისე არ ვუსმევთ ხას რა იმდენად რაღაცა მაგრა კიდია ერს რომ აი ვიღაცა გლახაკი მართლა გლახაკს რომ უჭირს ყველაფერი აი ზიზღით შეგვიძლია რომ ესე ფუფ ფეხზე არ მომედოს და არ დამსვაროს მაგრამ გავიქცევით აუცილებლად მე ეკლესიაში წირვას დავესწრებით მე შესაძლოში ბევრ ფულს ჩავაგდებთ რომ ვიყიდოთ ჩვენი 64 და რავი სანთელს დავანთებთ და წავალთ ძალიან მშვიდად და წყნარად სახლში როცა ამ დროს აი მაგათ შაშანი იყო მე მგონი არ მახსოვს შაშანი წმებული შაშანი ზამთარში ადამიანი აი ვაგზალზე რაღაცა რკინის რაღაცები რო დააქვთ ხო იცი ტვირთი და რაღაც არ მახსოვს კაპიკები ღირს რომ ტვირთი მიგატანინონ A პუნქტიდან B პუნქტამდე აი მანქანამდე მაგალითად და აი მაგაზე კაცი გაიყინა ზამთარში არ მახსოვს წინა ზამთარი იყო თუ იმის წინა და აი არანაირი რეაგირება არ ქონია ხალხს ანუ არც კი გამსკდა რა ეგ ამბავი მე მგონი ძალიან ბევრმა არც იცის რა რომ აი ეგეთი ტრაგედია მოხდა რომ აგერ ჩვენ თვალწინ ვიღაცა დაიღუპა და მართლა 1-2 ადამიანი თვითონ ვისაც აქ ჩემს ეს გაჭირვება ნანახი და პატიოსნად მიაღწია რაღაცას იმათში უფრო არის ეს სიკეთე ვიდრე აი თავიდანვე რომ ფუფუნებაში და არ იციან იმიტომ რომ ჩემი აზრით მაღალი მანქანებიდან არ ჩანს ბებუები რომლებიც სამბლინოს ვარად ხიდიან ზამთარში ანუ ვერ დაინახავ ის ქვევით არის და შენ ძალიან ზევით ხარ და ფიზიკურად ვერ დაინახავ და უკვე ბინდი გაქვს თავებზე ჩამოფარებული.
ხო არა, ნუ ორმაგი სტანდარტი, ანუ მხოლოდ რაღაცა ის არ არის, რომ აი მოდი ეს შევადარო და აქეთ ვიღაცა აქეთ არის და ვიღაცა აი ზუსტად ეგ არის, ხო? ანუ მე შეიძლება გამოვდიოდე რაღაცა ის აი რაღაც მორალური რაღაც აპოთეოზი მქონდეს, რავი, ხადაგებდე რაღაც და ამ დროს რაღაც კულისებში სხვა ტიპი ვარ, ხო? ანუ ორმაგი სტანდარტი არის უდრის რაღაც ჩემთვის ორმაგ სახეს, ხო? რაღაცა ტიპი რაღაც იმაზე გელაპარაკება, ხო? რაღაც სიკეთეზე ახ შერასაც ლაპარაკობ რა. ანუ იმის თქმა მინდა რომ რელიგიას თვითონ არანაირი პრობლემა არ აქვს იმ წიგსაც, იმ წიგში არანაირი პრობლემა არ არის რა თვითონ დოგმატიკაში. ჩვენი გაგებაა და იმ ხალხის გაგებაა, იგივე რელიგია იქნება, იგივე კანონმდებელი, იგივე ნებისმიერი სფერო, რომელსაც რაღაცა პრეტენზია აქვს, რომ რაღაცას გასწავლის შენ, რაღაცას გაძლევს, რაღაცა უნდა რომ რაღაც იმაზე დაგაყენოს გზაზე რა, ესე რომ ვთქვათ რა, რაღაც წესწყობა გააკეთოს. ანუ მოქმედებს რაღაციდან გამომდინარე, მაგრამ ამას თვითონ პირველი არის, რომელიც თვითონ იმაშოვა არ ღვევს ამ ყველაფერს, ხო? ხო და ეს ორმაგი სტანდარტები ახლა მე და შენ ვსაუბრობთ, ხო, რაღაც პოლიტიკა განვიხილეთ. ხო, ნებისმიერ ყველას რელიგია, მაგრამ აი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აი როგორი ისაა, ხო? აი მაგალითად, აი არ ვიცი, აი ადამიანს უბრალოდ რაღაცა იმ ელემენტარულზე გაკიცხვა, ხო? აი ტრანსპორტში ზიხარ სიტყვაზე და ვიღაცა აი არიცი შენი მდგომარეობა, ну რაღაც შეიძლება გადახლი ხარ, უბრალოდ რავი, ფენზე ვერ დგები და ესე გიყურებს რა, რომ აი იქ ვიღაცას მას არ დაუთმე, განავიღაც მოხუც ბებოს და რაღაც აი უბრალოდ მას არ დაუთმე, რაღაც ესე გიყურებს და ამ დროს შეიძლება აი თვითონ წამოწვეს. და აი არც არანაირმა იმან არ შეაწყოს რა. ყველა ადამიანში აი ყველაზე ბანალური და მინიმალური ჩემ თავზეც რო ავიღო. აი მაგალითად, რავი, მოუწმინდა იატაკი. ვინმე რო გაიაროს, აი დავაყრი ქოქოლას. მაგრამ ну მე ვცდილობ, არ ვცდილობ არ გავიარ, მაგრამ თუ რაიმე ესეც სასწრაფოა, მე თითქოს მაქვს იმის უფლება შინაგანად ფსიქოლოგიურად, რომ აი არ ვერ შევჯლიგინდები, მაგრამ ფეხი წერა და უცებ ანუ რაღაცა გავაკეთო, ანუ ჩემშიც, ანუ ყველა ადამიანშიც არის თქო რა, ორმაგი სტანდარტი მაგას ვამბობ, ანუ აქედან მორალს არავის არ უკითხავ რა. პირველ რიგში ჩვენ ვართ ორმაგი სტანდარტების მატარებლები რა, აი ყველაზე ეგ რო ავიღოთ, რომ ეხლა შენ რომ მოხვედი თეატრში, ის რომ შალი არ ყოფილიყო ბოლომდე, აი იდგებოდი კართან წარმოიდგინე, არ შემოგიშვებდი, მაგრამ მე არ რო დავიხარე ლოდელი გარს არ გაშა, აუდექი და გავიარე და ყავა გავიკეთე. მაგრამ სხვას რო ეგექნა შეიძლება აი რა ვიცი, კივილი-წივილი დამეწყო. ხო, ну რაღაც თავის რიტუალისტიკური დატვირთვაც აქვს რა, ну რაღაც აი მაგრამ აი ეხა იმდანაც ისეთი უწყინარია, ხო, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ აი როცა ეს უკვე რაღაცა ძალიან მავნებელი ხდება რა ეს. ხო, ესე პატარა რაღაცებიდან იწყება, მე რომ დიდზე გადადის რა, რომ მე პირობითად ეს თუ შემილია, ეს თუ მაქვს ამის უფლება, მაშინ ისე შემილია. მე სხვა რაღაცაზე უკვე სხვა უფლება მაქვს და მე ნენელა მიდის და ეგო ურწყავს პირდაპირ და აუცილებლად ყველაფერში მე ვარ მართალი და ვერავინ ვერ შემეწინააღმდეგება რა, ეგოა პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ ეგოს დათრგუნვა. თუ ჩვენ მოახერხებთ, რომ ეგო დავთრგუნოთ ადამიანებმა, სადღაცას ორმაგ სტანდარტს ცოტა ჩვენში დავაბალანსებთ. აი, იდეალურები ვერ გავხდებით, მაგრამ აი ბალანსი შეგვეძლება რა, რომ აი მე ვიცოდე, რომ ჩემმა შვილმა თუ დააშავა, ჩემმა შვილმა დააშავა და ის არ არის ანგელოზი. და შენმა შვილმა თუ დააშავა, ასევე შენმა შვილმა დააშავა და ის არ არის ანგელოზი და არა პირიქით, რომ აი მარტო შენია დამნაშავე და ჩემი არის აი დედა ენაცვალოს და რავი, ბებო ენაცვალოს და ასე შემდეგ. ანუ ეგეც რა, რომ მე ვიცოდე კარგის და ცუდის გარჩევა. ნუ კარგი და ცუდის პირობითია, მაგრამ რაც ზუსტად ვიცით, რომ კარგია მინიმუმ და რაც ზუსტად ვიცით, რომ ცუდია, აი ძალიან სიღრმეებში თუ არ ჩავალთ და აი შავ-თეთრზე თუ გადავალთ, მაგ შემთხვევაში უნდა იცოდე, რომ შენი შვილი თუ რაღაცას აკეთებს ცუდს, ის არის შავი. და არ ნიშნავს, რომ ყოველთვის თვალი დახუჭო და თუ ამ ყოველზე მე თვალს ხუჭავ, მაშინ შენი შვილი რო ცუდს აკეთებს, მაშინაც თვალი უნდა დახუჭო რა. ჩემ შვილს თუ მე ვეუბნები, რომ ტრანსპორტში ადგილი არ დამითმო, და პატარა ხარ რიჯექი, სხვის 10 წლის ბავშვს ასევე არ უნდა დავათმობინო ჩემთვის ადგილი და არც არავის პირიქით მე უნდა დავუთმო იმას რა, თუ ჩემსაც უთმობ, მაგრამ ყველა სამწუხაროდ მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობთ. ხო და ეგაა რა სტანდარტული გავრცელებული და ჩემი აზრით აი რაღაცა ისეთი ორმაგი სტანდარტი, რომელიც აი უბრალოდ უკან ხევს არა მარტო რაღაც განვითარების ამბავში, არამედ უბრალოდ რაღაც ადამიანობის რაღაც ნაწილს გვართმევს რა. აი ეხლა წარმოვიდგინე რომ რაღაც აი ნიჭიერი ახალგაზრდა, რა ვიცი, ფეხბურთელი ან რაღაცა და აი რაც ცნობილია რა ჩვენთან, რომ აი იმის მაკაცი თუ არა და იმის ძმისშვილი არის და რაღაც ანუ ორმაგი სტანდარტია, რომ ის ანუ
ანუ ადამიანს ხო სპორტში იქნება თუ რა ნებისმიერ სფეროში არჩევენ, იმით რომ იქ ნიჭიერია იმ საქმეში, გამოსდის ეს საქმე რაღაცა და ანუ ახლა ჩემიანია რა, უკვე ვსო რა, ნუ ჩემიანია. აი ზუსტად ეგაა ხო. 7 მილიონი წელი დაანთხია, მაგრამ შენ რაღაცა რა ვიცი. მაგაცმა თავის შვილი გამოუშვა დააწყებინა. ხო, ორმაგი სტანდარტია. ანუ ორმაგის აი ზუსტად აი ძალიან კაი იმაზე მივედეთ. ორმაგი სტანდარტი თავისთავად ხო, რაღაც თვითონ ობიექტს არ ახლავს რა. არც რაღაც რელიგიურ წიგნს, არც რაღაცა კანონს, ანუ ესენი ყველაფერი მოცემულობაა და მე საიდან შევხედავ რა და აი ორმაგი სტანდარტის ტიპი ხო აქაც არის, იქაც არის რა, მაგრამ იდეაში აქ შენ ანუ იცი რა ყველაზე ცუდ, შენ თუ აქაც ხარ და იქაც ხარ და შენც ეგ ოკეია, მაშინ მე თუ აქაც ვარ და იქ მე ნუ გამწი. ხო აი ზუსტად აი ხა ძალიან კაი იმას შეეხება. მე რაღაცო მკითხო, მე რას მერჩი. მე მადანაშაურებ იმას, რასაც შენ თვითონ აკეთებ და ნიჭერზე გამახსენდა რა, კიდე რაღაც სიტყვა ნიჭერი რო ახსენე, რომ იქ გადაცემა იყო ნიჭერი და ვიღაცა გამოდის, აი ნიჭიერესი ტიპია რაღაცას აკეთებს, მაგრამ გამოდის ამ დროს პირობითად მარიანა, რომელიც ამბობს, რომ სახლი არა მაგ დამეწვა რაღაც გაჭირებულო და რას გააკეთებს და რავი, აი მე აი შემილია რა, ვაუ, რაღაცა. ფოკუსები ვითომ აი რაღაცა არაფერი და აუ. მოდი. და ამ დროს ნიჭიერი ადამიანი იჩაგრება და რატო იჩაგრება? იმიტომ რომ ჩემზე უფრო მეტ ტაშს მიიღებენ. რომ აი საზოგადოება მაგასაც არ პატიობს, შენ თუ შეიძლება წარმატებული იყო და შენი შრომით მიაღწიო ყველაფერს, ანუ საზოგადოებისთვის არ ხომ, საზოგადოებას უნდა ეცოდებოდე, რომ რაღაცები გაპატიოს და გაგიტაროს და ცოტა წინ გაგიშვას. მაგრამ ნუ მანდაც მე თავისე წინ თუ წახვალ, მანდ უკვე მე ისე მანდ ორმაგის თვათ მაგამდე არ მოყვებიან რა რომ ხო არა სიძახი ხო მაგრამ უნდა ეცოდებოდა რა წარმატებული ტიპი არ უნდა იყოს წარმატებული მარტო თვითონ უნდა იყოს ნებისმიერ საქმეში ანუ მასზე მაგარი შენ ეხა პირობითად შენ რო იყო ჟიური და არჩევდე საუკეთესო მომღერალს მე თუ გამოვედი და ძალიან მაგრა ვიმღერე და გამოვიდა ვიღაცა ჩემს გვერდით ვინც ისე რა იმღერა მაგრამ ძალიან ესეთი კარგად გასაპიარებელი სიტუაცია აქვს იმის გარდა რომ შეიძლება შენ ძალიან მარტივად დაიბოღმა რომ ეს ძალიან ის არის რა ქვია ჩემზე წინ წავა და მე ვეღარ ვიქნები სოფლიოს საუკეთესო მომღერალი იმას უშვებ წინ და ხალხი ამაზე ტაშს გიკრავს რომ ვაიმე რა კაია ის შეიცოდა სახლი არ ქონდა ანუ აქ ხო სახლზე არ არის შეჯიბრი აქ ხო პირობითად ვიძახი რა აქ ხო შეჯიბრი არის ვინ უკეთ მღერის და თუ მე უკეთ მღერი ანუ მისი სახლი არ არის რა მნიშვნელოვანი ანუ შენ ტაშის გამო რომ საზოგადოებისთვის მიღებული ტიპი იყო ანუ ირჩევ იმას რომელსაც სიმღერა შეიძლება საერთოდ არ შეუძლია მაგრამ ნუ ხალხი დაგიკრავს ტაშს და შენზე წინ ვერ წავათ ამ პლუს ეს ხო და აი ეგ ორმაგი სტანდარტი რა კიდე ერთი ასპექტი რაც გამოვავლინეთ არის კორუმპირებული ანუ ორმაგ სტანდარტში და აი რაღაცა მსგავსი ეგეთი რომ აი შენ რასაც ამბობ რომ იმ ტიპს ვიღაც კონკრეტულს აი თან გადაყვებიან რაღაცა იმიტომ რომ იმ რაღაცა ისტორია გააძრო და დადო და რაღაცა და გული აგვიჩუყდა და მთელი ამბავი და ამ დროს ხა ეს რო ვერ იმაშვება ხო ანუ იდეაში ერთი მოცემულობაა ხო ორივეს რაღაც თანადგომა ესაჭიროება ორივე რაღაც მოვიდა მაგრამ ამის ისტორია ისე შეიფუთა რომ ხალხი მას ააყვა და მე რაღაც ორმაგი სტანდარტის მოტრფიალე ამ მასის ხარეს გადავიხარ იმიტომ რომ ეს მასა მე მეც შემაქებს ეს მასა მე მეც შემომხედავს რა რომ აი რა კარგი ვქენი რომ ამას იმას ვქენი და მოკლედ რაღაც იმაში ხო და ანუ კიდე იმის ხმა მინდოდა რა აი ძალიან კიდე მარტივი ორმაგი სტანდარტის მაგალითი კულტურაში აი შე რო გამშვენებს ხა ეს პირსინგები და ეს და ეხლა წარმოვიდგინე მე რო გავიკეთო საყურე აი გემი თუ ვერ დაინახეს შენ კორპუსი აი რა მომივა ეხლა მე რო საყურე გავ ეხლა უყურებს რა მაყურებელ ეხლა აი ადამიანთა რაოდენობა რომელიც გვიყურებს ხო და მოგიხდება ხო არ ვიცი მომიხდება კიდე საკითხია მაგრამ აი იქამ მოხთენამდე სანამ მივალ ხო არა მე ვიტახე რომ მოგიხდება ფინგალი თვალზე არა ხო და ამ დროს რა მაგაზეც აღვიხ მე და შენ მალაპარაკები რომ ამ დროს ხო ანუ ჩვენი მეფეები და რაღაც ანუ ეს რა აი ხა მე თუ რა ვიცი აი ვახტანგ გორგასალი რითია შენზე ნაკლები და დავით აღმაშევი რითია ნაკლები სამზე ჩემზე დიდი და ანუ ვით რომ იმას უსაყურე ეკეთა და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარო იმაზე ანუ მე არა ის არ შეიძლება ის იმნაირებს უკეთიათ და მთელი ამბავი აი რატო აი მაგ მორალს რომ მიკითხავ მინიმუმ ისტორია წაიკითხა და მარტო ფრესკა ნახე მინიმუმ ფრესკა ნახე რომ აი მხელს აყურე რა ვიცი აი კაი მე ჩემი თუ არ ჯერა ხო აი
რატო ვარ მე იმნაირი და ესეთი და გეი და რაღაცა, როცა ანუ ჯერ ცალკე თემა მაგაზეც გვექნება შემდგომ ლაპარაკებში და ამბებში, რომ ანუ აი კიდე ცალკე ისაა, რომ ეს განსხვავებულობები და ის, მაგრამ აი ხაი კონკრეტულად ჰორმონ სტანდარტს რომ მივყვეთ ისევ რა. კაი, მე გამოვედი, მე ლევანი, გადავწყვიტე რომ უბრალოდ მომეწონა და გავიკეთე საყურე და ვიღაცა ტიპი მოდის და ბიჭო და ეს რა გიკეთია და რაღაცა, ხო? და მე ვეუბნები რომ აგერ აი ჩემ სასახელო ყველაზე სახელოვან წინაპარს აი ესე და ესე ეკეთა და მაშინ ისეც ის არის? არა, აი ორმაგი სტანდარტი. არა, უფრო მაგარს გეტყვი, უფრო მაგარ ორმაგ სტანდარტს გეტყვი. მიაღწიე შენ ჯერ იმდენი. ხო, ახლა რა ვქნა, დიდგორი ახალი დიდგორი მოვაწყო? ხო, ანუ იმდენს თუ მიაღწე, ნახე რა, იცი რა არის ძალიან ისა მან ყველაზე უხერხული, რომ შენ თუ ძალიან ბევრი მიაღწიე, მერე გაქვს უფლება რომ ყურიც გაიხვიდო, გეიკა ყველაფერი იყო. თუ შენ რაღაცას მიაღწიე და თუ შენ ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ, რომელსაც არ გინდა რომ ვიღაცას თვალში ან შეეჩხიბო და შენთვის დაბაჩუნო დედამიწაზე და შენ რაღაცა წილ ჰაერს უნთქავ, მაგრამ რაღაცა გაქვს არა საცოდავის და არა ბეჩავის და ის საყურე გაბედე რომ აი უკვე ანუ იქამდე მიაღწიეს რომ მეუბნებ ჯერ მიმიშვი. მაგრამ ანუ ეპოქა ხო ყველაფერი განსხვავდება და აუცილებლად ახლა მე აი რავი ილონ მასკი უნდა იყო პირობითად რომ აი ბევრი ფული ქონდეს და ძალაუფლება ქონდეს რომ მოსულა საყურე თუ აი არა სადღაც 100 მილიარდი უნდა დააგროვო დიდგორი უნდა მოიგო და ნუ მე შეგიძლია რომ საყურეც გაიკეთო რა ხო და აი პუტინი ახლა საყურეთ რავი ბევრს შეიძლება მაგიტომაც მოსწოს რომ საყურე არ უთო რო აბა რა მაგრამ რო გაიგე ეპატიება აუ მაგასაც იმას ვიზავ რა უცებ გადახვა კი მაგრამ შედარება იყო ის არა ქვია ვიღაც ქართველს ედო პუტინის ფოტო რა ანუ ჯერ იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ინგლისი გერმანია ამერიკა რაღაცები რო ანუ წვიმაში რო აი კოლგით გაყვებდა ტიპები ან თვითონ უჭირავთ კოლგა და ამ დროს ეს თვითონავი ჩერდება და პუტინი ძალიან თასხმა წვიმაში ესე მარტო დგას და ეს წვიმა ეცემა და აი ნამდვილი მამაკაცი. ანუ თუ არ ცივდები და ფილტვების ათევას არ ვიკიდებ და აი კოლგა მიჭირავს აი მაგიტო რატო არ ვარ ნამდვილი მამაკაცი აი ხო და აი ზუსტად ეგა მან ურყავს ეგ ორმაგი სტანდარტიც რომ აი რაღაცი და გამო მე სიტყვაზე აი ჯვარი მწერია დამევასა პუტინი და რაღაც ეგ დავინახე იმაში დგას და უკვე სოლა ეხა იმას ისა აქვს რა მაგრამ ეხა ამ დროს მეინსტრიმი რაღაცა სხვას მეუნება და გავაძლევ ეს პუტინი საყურით ხო აქ უკვე რაღაცა შეიძლება წყალი შეუდგეს რა არა ეთყობა დაჭირდა ხო აი ეგეც ხო და ეგეც ორმაგი სტანდარტია რა სულ გაამართლებენ ანუ ლევანს არ დაჭირდა და იმას ჭირდება და იმას აი საქმის ჭირდება ხო აი ლევანი ზის რაღაცა ეხლა ანუ ეს ბოლო დღეებია ძალიან ერთი ამბავი ატეხილი კაკორო არის ძალიან ჩემეცით მოგზაურების შორის ყველაზე საინტერესო და აი ემოციური კონტენტი აქვს რა აი ძალიან რო უყურებ ემოცია გადმოდის და არა სანახაობა რა ეგ ძალიან ასწორებს და ეგ არის ახლა წასული რუსეთის ერთ-ერთ ადგილას და იქაო რა ნუ ჯერ არავის არ უნახავს რა გადაიღო იმიტომ რომ არ დაუდეს არ დაუმონტაჟებია ახლა გუშინ ჩამოვიდა თუ რაღაც რა და აი საზოგადოებამ იცი აი სხვადასხვა ბაბლებში და ჯგუფებში აი იწერება და ირჩევა ამ ბიჭის საქმე და ანუ გადაუარეს თავიდან ინსტაში უკრავდა კაკოს რომ ამაზონში გველი დაიჭირა აქ აი ტიპს გადაუარეს ოღონდ ისე რომ არც ჯერ ვიდეოც არ უნახავს რაზე საუბრობს მაგის ყველა ვიდეოში ჩემს ძალიან კაფიო ფრაზები ჟღერდება რომ ყოველთვის ხალხის მხარეს არის ანუ ხალხის მხარეს არის და არა პოლიტიკის და ფულების და ასე შემდეგ მხარეს და ძალაუფლების მხარეს და ანუ ტიპი წავიდა რომ იქ დაგანახოს როგორ ცხოვრობს ხალხი. რომ ანუ შენ მინიმუმ ხო ის შედარება მაინც უნდა გააკეთო რომ რა კაია რომ იქ არ ვცხოვრობ ან იქ არ ვარ. ანუ 10 მინიმუმ 10 რას გეუბნება. ეხლა თუ ის ხოტბას ასწობს პუტინს რა დარწმუნებული 100% ეგ არ არის. ანუ მე შეგიძლია, მაგრამ წინასწარ რას ქვია წავიდა რუსეთში. აი რას ქვია წავიდა რუსეთში? ამ დროს ნახევარ საქართველოს ბიზნესი რუსეთშია გაწყობილი რა. მე არავინ არ მყავს რუსეთში საერთოდ ან ნამყოფიც არ ვარ და სურვილიც არ მაქვს, მაგრამ შენ თუ მოგინდა წასვლა მაგის გამო ცუდი ადამიანი რატო ხარ? იქნება რის გამო მიდიხარ? ანუ მართლა იქნება რის გამო მიდიხარ? სწორედ ათვალიერება, ანუ ისტორია, იქნება მაინტერესებს მთელი მსოფლიო მოვიარე და მაინტერესებს იქ როგორი არქიტექტურაა და ისტორიულად მაინტერესებს მსოფლიოს შეცნობა და მაინც და მაინც პუტინი არ მევასება. მაგრამ ნუ აი არა, ჯერ ტაშს გიკრავ და მე გააკეთე რამე ჩემი არ მოსაწონი. აუ, всё.
ხო, ეგ ძალიან კაი რაღაცა კიდე შემოიტანე რა თემაში, ეგ ორმაგი სტანდარტი რა. აი ზუსტად ერთ-ერთი პოლიტიკოსი მახსენდება ეხლა, ანუ იქიდან ფინანსდება რა, კარჩი ყველა მის რომ ანუ ეგ ფული მოსდის და ნუ იმას იმაშვება აგინებს რა, ნუ იმუსაც. ხო, აი მე როგორც ჩვეულებრივი ტიპი და არ მე გავიგე ჩემი ამბავი რომ რა ისე იმას აი რა ვიცი იქიდან და აი ეგ ორმაგი სტანდარტი. ანალოგიურად აი ეს კომანდა ვინც აი რაღაცა ევროკავშირის გმობს და ამერიკას რაღაცა ეშმაკისიმო და ამ დროს იქ უშვებს საკუთარ შულს ასწავლებლად, იქ რაღაცა მოგზაურობს და ასე შემდეგ. ხო და აი ამაზე დიდი ორმაგი სტანდარტი რა გინდა. და კიდე აი კულტურიდან მინდა ერთი ორი რაღაც მაგალითი ორმაგი სტანდარტის. რო აი ლოთე დალევაზე რა, ნუ ალკოჰოლზე და რაღაც ლოთობაზე ხო წეგა რო შევეხეთ ისე რომ იქ შეიძლება სადღაც ისე და აი ფუფ და რაღაცა და ამ დროს ის ხალხი ვარ და ის იმ ტრადიციების მიმდევარი რომ აი შენ ნაცვალე და აი თუ არ დავდე საცივში თუ არ ჩავდე და აი კრამიტით უნდა და გადატენილი თოფის ლული და აი გეხა ორმაგი სტანდარტია თუ თვალი ტიპი არ მევასება და რაღაცა ამ დროს აი რატო ხადაგებ რომ აი უნდა ჩავიხრჩო იმაში ხო ანუ კიდე ხა არ ვიცი ღმერთსმადლობა რომ ტენდენცია რომ კიდე ნუ ეგრე აღარ მაგრამ მაინც არის ეგ ხო დიწილად ხო ანალოგიურად აი წინა თემა რაც იყო ჩვენი სატესტოში რა ეს ხალხზე ძალადობა რა მანდილოსნის საგრძელო გვაქვს ნუ რავი აი რა ვიცი ვიჩოქებთ და რაღაცა და შობელძაღლ გამოდი შენი საგრძელოა და ხო და ამოდა იქ შენი რა დრავაი დროზე და ანუ ეგ არ არის ორმაგი სტანდარტი ხო და გავსებული ვარ კულტურაში პოლიტიკაში თუ რელიგიაში რაღაც აი იმას გვიშვება რა ნახე ქვეყნის საგრძელოს გეუბნება ადამიანი და მე მიდის და სადარბაზოში ფსავს საკუთარში თან ან შეიძლება გვერდით შევიდეს რომ თვითონ ყოველ დღეს სულმა არ შეაწყვეტს და ქვეყნის საგრძელოს და აი ესე სადმე მიდის პიკნიკზე და ნაგავს ტოვებს და მანქანიდან რაღაცეებს ისვრიან და აი მაშინ შენი ქვეყანა სად გიყვარს აი რა საქმით გიყვარს რომ აი Google-ზე მხიჩ სიტყავ რომ საქართველოს გაუმარჯოს და ქვა შევჭამ საქართველოს თვინა და რაღაცეებს იძახი მარტო იმის იქეთ საქმეში საერთოდ არ ჩანს რომ ქვეყანა კი არა საერთოდ ვინმე გიყვარს შენი თავიც რო გიყვარს ეგეც კი არ ჩანს იმიტომ რომ იმ ბინძურ სადარბაზოში მე თავმოყარი ადამიანი აღარ შევა ხო იმიტომ რომ ეს შენ სადარბაზოდან იწყება ხო შენი რაღაცა ოჯახი შენი საწოლიდან ანუ შენ საწოლს თუ ალაგებ და შენი ოთახი თუ აი ესე გაქვს რა მოწესრიგებული ბოდიში რა არ ვიცი ხო ანუ აი უბრალოდ ეგ მომენტი მაგრამ ეგეც იცოდე და გაიტვარი შეიძლება ცხოვრებაში ხო რაღაც მექანიკურად თუნდაც საღეჭი რეზინი გადაგიგდია ან სიგარეტის ნამწვი მაგრამ ეს რაღაც ნორმაშია რომ აი მე მიზან მიმართულად რაღაც შევალ და უკაცრავად და იმაში სადარბაზოში მოუშარდავ ხო არის ნუ აი მაგაზე გვაქვს ლაპარაკი რომ ბიჩოკები აი ხა აქ რო ნამწვები ბოდიში რო ამოდი ხა აი ხო პირადად ხვეტავ აი სადარბაზოს და ერთი რო აგდია ანუ იმას კი არავინ მოიფიქრებს რომ ჯერ რატო უნდა დააგდო როცა ხედავ რომ ახალი მოხვედრილია იმას კი არავინ არ აიღებს ერთი აგდია და ანუ ავსებენ ბიჩოკებით ანუ მთელი ჩვენ ხო მეოთხეზე ვართ ანუ მთელის ანუ მეოთხეს ვერ პოვი ბიჩოკს მაგრამ მთელი აი სამი სართული არის ნამწვით სავსე და აი თვითონ დადიან თან ანუ მინიმუმ თვითონ დადიან და აი მხელა რაღაცები გამოუკარით და ჩამოხიეს რომ შეაწუხათ რომ ნუ დაგნაგავს იქნება ღორი თქვა და ეს ღორი ეთქვა ძალიან გულზე მოხვდათ და ჩამოგლიჯეს ზოგიერთ სართულზე და აი მინიმუმ მაგას არ აქცევ აი აგი შენ მეზობელს არცენ პატივს რომელიც შენ წილს ხვეტავს თორე ჩვენთან ანუ აქ მეოთხეზე ნამწვი არ გდია ყოველ შემთხვევაში მაგრამ აი შენ არა ერთი აგდია მოდი მეორეც მესამე მეოთხე იქ შევტენო იქ ანუ უკან გავაჩოჩო რომ რთული იყოს მე მისი გამოღება და იმ მთელი ამბავი. ხო და ეგა რა, აი საკუთარი კომფორტი მხოლოდ. ხო აი ის როგორ აწყობს? აი რომ მივიდეთ რა, აი ვიქამდეთ რაღაც აი ფსიქოლოგიურ ასპექტამდე რა, ორმაგი სტანდარტის და ის ხო აი ჩვენ იმას პოდკასტ როგორც ქვია, რაშია გამოსავალი, ხო? ანუ ისე ვიქიდან გამომდინარე, რომ აი წეგანას რომ აი რაღაცა მორალისტური იმით არ უყურებთ ამ ყველაფერს, მართლა ისაც ვთქვა, ხო? ეხლა ვერ იტყვი რომ ძალადობაზე გამოდის ადამიანი, იმიტომ რომ რაღაც გასართობი თემა, რაღაცა უბრალოდ ესე ავდექით და ძალადობაზე შენ გადავწყვიტეთ ან თუნდაც ამ ორმაგ სტანდარტს. შემაწუხებელია, უბრალოდ მინიმუმ შემაწუხებელია, იმიტომ რომ მართლა შეიძლება ვიღაცა მივიდეს და ყური ჩამოახიოს იმ რაღაცა საყურის გამო, რომელიც არაფერ შუაში არ არის, აი მოკლედ ვიტყვი რა, იმას როცა ის იყო, ვიღაც აღლუმი რო იყო რა, 2000
13 თუ რაც იყო, ხო, მოკლედ კაცმა ვერ გავიგეთ რა იყო და ტიპი გამორბის რა, ანუ აი ამაღაც მასიდან გამოიქცა რაღაცა და აი განწირული კი ვის თქვენიანი ვარო რა და რაზე მისდევდნენ, იცი? ბლანჟე ქონდა ეს. და ნუ აი უკვე ხო და აი ზუსტად მაგ რაღაც აი ამ ყველაფერთან გამომდინარე რაღაც აგრესიის დონე შემცირდეს, რაღაც ერთმანეთს გაგების ის აი ამ იმან აი მიმღებლობა გქონდეს განსხვავებული აზრის. შეიძლება არ ვეთანხმები, მაგრამ ამ აზრს აუცილებლად აქვს არსებობის უფლება, იმიტომ რომ იდეაში ყველა ჩვენი გამოთქმული აზრი, ანუ არ არის 100% ჭეშმარიტება. ყველა აზრი არის სუბიექტური, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ სუბიექტები ვართ და ობიექტური აზრი ფიზიკურად ვერ გვექნება, მაგრამ ანუ უნდა ვეცადოთ, რომ აი ეს გადახარშული ცივგონებაზე მიღებული აზრებთან გქონდეს ცოტა მაინც თანხმედრა, აი ცოტა მაინც და აი მარტო ჩვენი ტყავიდან არ უყურებდეთ ყველაფერს, რომ აი ვიცოდეთ, რომ ახო აქ მე შეცდომა დავუშვი და ეს არ უნდა მექრა და მინიმუმ ბოდიში მოვიხადო. თუ მე შეურაცხყოფას გაყენებ იმის გამო, რასაც მე თვითონ ვაკეთებ რა. მინიმუმ ბოდიში მოვიხადო და რაღაცნაირად გავუფრთხილდეთ პირველში საკუთარ თავებს, საკუთარ იმიჯებს უნდა გავუფრთხილდეთ. და მე რაღაცნაირად აი შენ თუ ადამიანს გაუღიმებ, როგორც სიბრაზეა გადამდები, ისევეა კეთილგანწყობაც გადამდები, რა ენერგია რა, ნელ-ნელა აი მე ამდენი ბოროტი სახე ეს ბოლო წლებია რომ ხედავ, რომ ხალხს ერთმანეთი ეძღება, რომ არ მინახავს აი ესეთია და მეც რო აი რომ მივდივარ ქუჩაში და ესეთი სახით და უცებ რო ხვდები რომ აი ესეთ მასაში ვარ და ვიღაც ერთმა მაინც გამხედა ეგრევე მეც ესეთი ხვდები რომ ეხა ამათ მე ისეთი არ ვეგონო რაღაც არ მეშინია რომ აი მეთქი შეგჭამთ იმიტომ რომ ყველა ეგრეა რომ აი შეგჭამთ და მე ხვდები რომ მართლა ვიღაცა მას შეგჭამოს და ისეთ სახეს იღებს რომ აი თუმ შენც მაგარი მგელი ხარ ხო და აი ეგ მომენტი რა ზუსტად მაგაზე მე აუცილებლად გვექნება კიდე რომ აი ის რა ანუ აშკარა ხო ეხლა რაღაც რეკლამას პოზაში ვერ აღმოჩნდები და თავს ვერ ჩაყობთ იმაში რომ აგრესიას მომატებული აქვს ოდითგანვე იყო ეხლა აგრესია რაღაც დღევანდელი ფენომენი არ არის მაგრამ უბრალოდ ის რომ აი ხა იმდენად თვალში ის რაღაც საცემია მართლა აი რაღაცა ისე გიწევს რომ აი ხა მართლა ის ხო არ ახარ სუპერმენი რომ კასკას შეეჭიდო იმაზე რომ უბრალოდ მართლა რაღაცა რა ვიცი თმა გაქვს შეღებული სხვა ფრად რა თუნდაც ქალს ხო კაცი არ მაქვს ლაპარაკი რომ აი რაღაც შეიძლება ის გამოიწვიო რა ხო და ამ ორმაგ სტანდარტში რა უბრალოდ აი გოთფერნული რაღაცა დევს ის ტიპი რომელიც ანუ ამ ორმაგი სტანდარტითაა რა უცებ აი შენთან რო აქ აი ამ ხალხთანა ვისაც აი მე რო ჩვენ რო ხვდებით ქუჩაში და აჯანყებს რაღაცა იდეოლოგიას უდებს თავში ხო აქ არის რაღაცა და უცებ ხედავ რომ იქაა რა უცებ რაღაცა ტელეპორტაციას განიცდის და უცებ აუ იქიდან გევლინება რა და თან აი შენ უკვე ის აღარა გაქვს ხვდები ეს ზაფი და ეს თუმცა აღარა ამ ადამიანებთან გაქვს რაღაცა შეხება რომელსაც ახლა მოდი და აუხსენი რომ ეს ტიპი არის რაღაცა აი ორმაგი სტანდარტი რა თავის არსით და გაგებით რომ ჯერ მარტო აი ასპარტიაში როა ნამყოფი იქაც არის ნამყოფი აქ იდგა და რაღაცა იმას აგინებდა ევროკავშირის ახლა გამოვიდა მაგრამ მე იმა ფული ჩაურიცხა ხო რა აი ხო და აი ფსიქოლოგიური აი ზუსტად ეგაა რომ აი რა საიდან მოდის ეს ორმაგი სტანდარტი ხო ნუ რაღაც შე როგორც თქვი წაღან ეგოიზმი გამორჩენა რაღაც ეს ყველაფერი მაგრამ კი კაი გასაგებია რომ რაღაცა იხეირი ამ ყველაფერს გამარა საერთო სურათში ხო აი მე რო ვებულობთ იმას ასაც ვებულობთ ხო აი ვეღარ გავიგია ხო აი ის არის ვინ ნაცია ვინს კოცია ვინ არის აი რაღაც აჯობს ანდალია რა მაგას აი ის მაქვს რომ სუიდექი აქციებზე ძალიან დიდხანს ვიდექი აქციებზე აი ეს მთელი ამბები და რაღაცები რო იყო და გავცივდი წყლები ანუ მართლა გადამიარეს ფეხებში ამიფეთქდა ის რაღაცა რომ გაისროს მთელი ამბები და მაშინ უცებ ქოცინაცნობები მეგობრებისგან მყავს რავი იყო რომ აი ძალიან დიდი ახსნა დამჭირდა და შეერჩვენ მეგობარს აი ეს დავუღეჭე იმას ცუდი ტიპი ვეგონე რომ მე იქ ვიდექი და მე ავუხსენი იქ რატო ვედექი ხო ნავუხსენი და გაიგო და მისაღები გავხდი მისთვის რა მაგრამ ანუ იდეაში ყველა მეძახდა ნაც მე ეს რაღაცა იმდენად მარაზმში გადაიზარდა რომ მე რაღაცისკენ მომიწოდებს ადამიანი და 100%-ით რო ვიცი რომ ის თვითონ აი იქ ზემოთ მთაწმინდაზე ალაგებს ამ სიტუაციას ფულის ანაცვლოდ
რომ ანუ მე მივხვდი რომ ანუ მართლა რამოდენიმე ადამიანი ვიყავით იქ მართლა გულანთებით და მთელი ამბავით. ანუ ეხაც ვინც არიან შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, დარწმუნებო რომ ეხაც ძალიან გულანთებით არიან, მაგრამ ნახე შედეგი რა გამოიყო, რომ საერთოდ უდანაშაულო ხალხი წავიდა ციხეში და მე უკვე რაღაცებს რომ გაუბრაზდი, აი ხალხზე გაუბრაზდი სიმართლე რომ გითხრა, რომ აი ეს ხალხი მეთქი არაფრის ღირსი არ არის, ხო რა? იმიტომ რომ აი დავინახე როგორ ჭამდა იქვეც კი ერთმანეთს და ძალიან გაუბრაზდი და მე რაღაც პერიოდი მართლა ცუდად ვიყავი და ვერ გავედი. ოღონდ ეს არ მქონდა რომ ეხლა მე აღარ გადაწყვეტი რომ მეთქი მოუჯობიდები სახში. გაცეულიყავი, აი ყვდებოდი და მე გავალ თქო რა, მინიმუმ ვიღაცას მაინც არ გადავდებდი ჩემ გაციებას და უცებ აი გავიქა რომ ერთ კვირაში უკვე ქოცი გავხდი. მივხვდი, ანუ მე რო ერთი კვირა იქ არ ვიდექი აქციის, უცებ გავხდი ქოცი, ოღონ ისეთი ადამიანებისგან რომელსაც ანუ ეგ ყველაფერი ერთად გავლილი გვაქვს და ნასაუბრები გვაქვს თემებზე რომ გული შეგვტკივა და აი ერთმანეთს რო აფრთხო და უცებ გავხდი ქოცი და მე მივხვდი რა ამ ხალხის მოსაწყვეტს მართლა ვერაფერს არ გააკეთებ ანუ ერთისთვის ნაცი ხარ მეორესთვის ქოცი ხარ და შენ ამ დროს უბრალოდ შენი ქვეყანა გიყვარს და გინდა რომ წინ წავიდეს და მეტი არაფერი არ გჭირდება ქვეყნისგან ანუ გინდა რომ უბრალოდ წინ წავიდეს და ხელისუფლების სათავეში ვინ იქნება გვარს არა აქვს მნიშვნელობა თუ მთავარია რომ ქვეყანას გაუკეთოს კარგი და ხალხს და აი ზღვარს მიღმა არ ვიყოს და გაჭირვებული არ იყოს და სიბერის არ მეშინოდეს და მე ძალიან მეშინია ჩემ ქვეყანაში სიბერის და აგერ 33 წლის მანძილზე პირველად გამიჩნდა სერიოზულად ის ფიქრი რომ მე ქვეყნიდან წავიდე. ორ არასდროს არ მქონდა რა მსგავს აი გაფიქრებასაც კი მზარავდა მთი რა სისულელია. და აი მინდა რომ აი ყველა ანუ აქ ვიყო რა, კარგად ვიყო, იმიტომ რომ არ მინდა რომ აქედან წავიდე და მინდა რომ რაღაცა არ მეშინოდეს რომ მე ხა 20 წლის მერე აი მოვკვდები მშიერი, იმიტომ რომ აი всё არ მაქვს სხვა გასახანი ჩემ ქვეყანაში და 200 ლარი პენსია არ მეყოფა 1000 ლარიან წამლებში მინიმუმ. და აი მარტო ეგ გინდა და უცებ ანუ ხალხი მაგას ვერ იგებს რა, შენ რა გულით ხარ, რა გინდა და აუცილებლად ან ერთი ხარ, ან მეორე და ეს აი ძალიან შეურაცხყოფ, მე ძალიან შეურაცხყოფ ვთქვი, თავი რომ ერთი კვირა რო არიყავი აქციას, იმიტომ რომ ცუდად ხარ. იმ აქციის ხალხი, ვინც შენი გვერდით დგომი და შენი მოაზრე და მეგობარი გეგონა, რომ უცებ ეს ქოცია და აი მეთქი ქოცები კი არა, ანუ ძალიან გაუბრაზდი რა მოკლედ. ხო არა, ნუ ეგ კიდე ერთი ორმაგი სტანდარტის ის მომივიდა ეხლა აი უცებ შენ რო ამბობდი, აი ეს ორმაგი სტანდარტი ლაპარაკი რომ ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობთ, რა ვქნათ გვიჭირს, მთელი ცხოვრება რაც აი შეგნება და სნობიერი ჩამოყალიბდა და აი რა უჭირს ამ ქვეყანას იქ რაღაცა და ამ დროს მეორე მხრივ მეორე სტანდარტში აი რა ვიცი რაღაც ხალხი რომელიც აი ესე იხვეჭავს, გლიჯავს, ჭამს და ნუ ქვეყანაში ამდენი მილიონერი როა ხო და ამ დროს ისაა რა, ამ დროს ვიცით რომ ღარიბ ქვეყანაში ვართ აი ვერ ვკადრულობთ რომ უთხრათ რომ აი რაღაცა იქ ფასები დააკლე და აი ხელფასები გაზარდე რაღაცები და გეუნებიან რომ რა ვქნა აი ჯიბებს ამოგიტრიალებენ და არა გვაქვს. და ამ დროს ნუ ეხა რა ხდება ხო ეხა გინ პოლიტიკა დავარქვათ და გინ ჩარევა და გამორევა და უბრალოდ ისაა რა აი წარმოუდგენლად რაღაცა თვალებში ნაცარი შეყრა და ზუსტად ორმაგი სტანდარტია რომ ვიღაცებს აი იმდენი აქვს დაგროვილი რომ უკვე არ იციან სად დამალონ რა. ეგ ერთი რა ეგ რაც არის ზედა ეშელონების ორმაგი სტანდარტი და ჩვენი კიდე ხალხის ესეთი ორმაგი სტანდარტი რა რომ აი ქართველები ყველაზე მაგარი ტიპები ვარს რა აი სომეხი რა სომეხი წუწურაკია აი ეს აი ეს ფრანგი რას ამბობს ანუ ამ დროს იგივეს ხო აი ვაკეთებთ მე მგონი ყველაზე კვადრატში ყველაზე უფრო მეტად ხო აი რაღაცა ის და შეიმეთი შურს აქედან დავიწყოთ ხო იმათმა რაღაცას მიაღწიეს და ჩვენ იმიტომ რომ იმათი რაღაცა მიღწეული არ გამოჩეს ვაკნინებთ აი ეს გადავჯერდოთ აი ეს არის რა ხო სკოლაში ხარ არა აუ და კიდე ბოდიში აი რაღაცა ის სპორტსმენი ხარ აი პირობითად დავიღებ რა არ მინდა ძალიან ჩაკონკრეტებო და სპორტსმენი ხარ და ყველა გიკრავ სტაჟს მაგრამ შენ არქენი მარიანას მოსაწონი რაღაცა და უცებ შენ ცუდი ტიპი ხარ რა ჩემთვის იმიტომ რომ აი რაც მე მინდა ის არ გააკეთე და საკუთარი გადმოსახედიდან რაღაცა შეიძლება არ იცი რაღაცა შეიძლება ჩემზე მეტი იცი და მე არ ვიცი და უკვე ცუდი ტიპი ხარ აი ესე არ გააკეთა როგორც შენ რაღაცა გაგიწოდება აი რატო კაც ვაცადე ის შენ თუ რაღაცის გამო პატივს ცემ ან შენთვის პირადული თუ რამე დაუშავებია მაშინ ოკეი მაგრამ ანუ ყოველს თავისი ცხოვრება აქვს აი ესე სხვას რო განსჯი მე ვიღაცა შენ რომ მოგიბრუნდება და გეტყვის აი ეხლა დარწმუნებო რომ ეს ვიდეოს თუ ცოტა ბევრი ადამიანი ხო ძალიან ჩვენს გადაგვივლიან მაგრამ აი ჩაიხედოს ყველა საკუთარ გულში რა მართლა რომ აი დღეს თუ ტაშს მიკრავ ხვალ რატომ ესვი ტალახს აი უცებ რა მოხდა ეგეთი რა აი იმიტომ რომ ზუსტად ის არ გავაკეთე რაც შენ გინდოდა და აი ზრდილობის და ეთიკის ფარგლებში ჩავჯექი
აი ძალიან ბევრი სპორტსმენი ყავს ეხლა რა, აი მართლა აი რო გვასახელეს და ხამეები ვათენეთ და და მთელი ამბავი და მიდი ბიჭო და მთელი ამბავი და უცებ ბრახ ვიღაცას ისეც გამარჯობა უთხრა და აი ჩავრეცხეთ ეგრევე რომ აი იმასთან ერთად ფოტო რატო უდევს მაგრამ თვითონ ამ დროს ძალიან იმიტომ რომ კარგად იყვნენ უმეტესობა ყოველას არ გულისხმობ რა თქმა უნდა რომ აი თანახმაა რომ ფოტო გადაიღოს კი არა აი ვაზელინს აი ესე გადაისხავს თავზე თუ ეცოდინება რომ რაღაცას მიაღწევს და წინ წაუკრავს ხელს იმ ადამიანმა არ ვინც არ წაუკრია ხელთან თავისით მიაღწია მარტოდ რაღაცა წავიდა რაღაცა იბრძოლა სახე გაიძრო სოფლიო მასშტაბით აი მე ვამაყობს და ამ დროს აი ფოტო გადაიღო იმასთან ერთად და იცო და მე რაღაც პონჩი დავა რეზიუმირებდი რა ანუ ფსიქოლოგიური მასში ასპექტში ნუ ფაქტია რომ ეს ინტროექტები არის ხო ანუ ეს ჩვენში ჩადებული რაღაცებია რომ აი მარტივად ხო ის რაღაც სხვა ფერის კანია კან რაღაცა სხვა სახელი ქვია და რაღაცა მსგავსი და უკვე ინტროექტი დევ ჩემში ანუ სახე ხატი რომ აი ეს რაღაცა ისეთი ტიპია მაგრამ ორმაგ სტანდარტში მე კაცმა არის კიდევ ანუ შეიძლება ვიძმა კაცო შეიძლება დაუგმო რაღაცა ზუსტად ეგაა რომ არ არსებობს სუბიექტი ადამიანი ან ობიექტი რაღაცა და ამას აი როგორც მინდა ისე დაუტრიალდები ორმაგი თუ შეიძლება 10 მაგის სტანდარტით რა და მეორე არაცნობიერი აგრესია რომ რაც აი უკვე მე ხალხში მასებში გადადის რომ აი იმას შეიძლება ეს მაღალ დონეზე არ აქვს გამორჩენაზე და იმაზე არ იყოს აი რა შეიძლება იმისგან წამოიღოს ან რა სიკეთე იმას აკნას მაგრამ იმ ხალხს რა უმეტესობას აი ამ ყველაფრის ფონის და გამო არაცნობიერი აგრესიის გამო იყიდებს ამ ორმაგ სტანდარტს რეალურად რომ დაუვიწყოთ და დაელაპარაკოთ იმას წარმოდგენა არ აქვს რატო სულს რაღაც სიტყვაზე შავკანიანი ან რა ჩინელი ხო იმიტომ რომ არანაირი ის არ აქვს საბაბი ხო ნუ მესმის კიდე აქაც უტრირებს რა მე შეიძლება ვიღაცა რუსზე ან რაღაცა რა ვიცი აფხაზზე ან ოსზე კონდეს რაღაც ისეთი მომენტი რომ აი დევს ეს და მაგაზე კიდე ვილაპარაკებთ რა შემდგომ პოდკასტებში კიდე ცალკე თემა იხარშება მანდ რა რომ რატო შეიძლება იყოს აი რაღაცა ის კონდეს იმიტომ რომ ჩასმენილი აქვს და ნუ რაღაც ფაქტებზეა დაფუძნებული მაგრამ აი ხდე რავი იმას ჩინელზე აი რატო უნდა რავია სადღაც იქ ბანგლადეშზე კონგოში ზის ვიღაცა და აი გაიძრო და ვახამიშა რა ეს მაიმუნი და აი ხო ხდები რა ანუ ეს მასისთვის არის ორმაგი სტანდარტი არის აგრესიის გამოვლენა აი ორთქლის გამოშვების ერთ-ერთი რაღაცა ხელსაწყო რა და ხა იმათ უბრალოდ გამორჩენაა რა იქ ცოტა ზევით რო აი აქაც ავარ იქაც ავარ ყოიც ჩვენი სიმღერა რო იქაც არის ხო აი ბოლოსკენ რო გავიდეთ გამოსავალი მოკლედ რაში ვიპოვეთ გამოსავალი რაში ხო ნუ აი რაც თქვი რა რომ ეხა გამოსავალი როგორც ეს არის ჯერ ან პრობლემაა ხო ნუ გამოსავალი ყველა აი ცალ-ცალკე მაგას კიდე იმას ვიამ რომ აი ყველაფერი მოდის ჩვენგან ხო მე რომ აი ხა იგივე ბელაც დაველოდო იგივე ვიღაცა ის მოვიდეს რომ აი დამილაგოს რა თუნდაც ეს ორმაგი სტანდარტის ის რომ მე რაღაცა არ შევხედო რა ყველას როგორც მე გამიხარდება და გამისწორდება ან რაღაც როგორც ვიღაც მასა მისდევს ან ვიღაცამ ჩამასმინა ხო რაღაც ორმაგი სტანდარტების შუაში ვარ შევხედო ხო რაღაც შემიდა უნდა დავიწყო რეფლექსი ხო რაღაც შემიდა უნდა შევხედო რომ აი რა ხდება ხო რაღაც კარგს არ გვაძლევს რა ეს ორმაგი სტანდარტი ხო აი რაღაცა საკუთარ თავზე ფიქრით აი ერთი წამი რომ ჩახსნა რა ეს რაღაც ავტორიტეტი და ის რომ აი უბრალოდ აი რაღაცას რო ვაკეთებ რა თუნდაც აი იმ უხეშ მაგალითზე რომ აი იქ რო შარდაო იმ სადარბაზოში ეს ცუდია იქ რა სუნი დგება ბავშვები დადიან და ნუ მოკლედ რა კიდე ახლა ბევრი რაღაცები მომდის მაგაზე რომ აი იმდენად საშინელი რაღაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მაგ ორმაგი სტანდარტის გამო რომ თვითონ ისი ამოვნოს და მე რა ვიცი არ აქვს მნიშვნელობა სხვას მე მაგის გამო შეიძლება აგინოს და ჯვარზე გააკრას ხო და აი ამას რო ხვდები რომ ჩემთვის თუ რაღაცა კაია და მომწონს ესე იგი უმეტესობასაც რომ რაღაცა მსიამოვნებს ხო და ანალოგიურად ვიღაცას ახლა მე რო ვიღაცამ სიტყვაზე იმის კარების წინ მომიშარდოს ნამდვილად არ მომეწონება და ანალოგიურად იმას ვინცაც აკეთებს მაგას და მაგიტო ვიძახ რომ აი საკუთარი თავიდან რეფლექსი რაღაცა რავი დაფიქრება არის პირველი ნაბიჯი და მე ახლა აი ერთი ადამიანიდან იწყება ხო და მე ეს ერთი ადამიანი ხდის მასას კი ზუსტად
ვეცადოთ რომ ყველაფერს შეხედოთ ყველა მხრიდან, აი ეს გლობალად და არა ორი მხარე არა აქვს რა, მრგვალი ადამიანი ჩემი აზრით და ძალიან ბევრი მხარე აქვს და თავის გადმოსახედიდან, იმის გადმოსახედიდან, ანუ ყველას აზრი უნდა დაუშვას, რომ იქნებ ის არ ცდება, იქნებ მე ვცდები და აი რაღაცნაირად ცოტა ის რაღაცა შუალედში მოახერხოს. კაი ასპექტი გამოყავი იქ, ხან ეგ რომ მოხდეს, რომ ყველას აზრის დაშოვა ნიშნავს მემღებლობას, ხო? კაი, აი გაგიჟებული ვარ და იმის ამაცი და ჩინელები და ისინი რაღაცები და უცებ გავჩერდი და მოდი რა. აი რა ხდება, ხო? რას მიფუჭებს, რას მიშავებს? არაფერს, უბრალოდ რაღაცა ესე იგი თუ არაფერს არ მიშავს, მას ჩემში არის აგრესია გაუცნობიერებელი და ამაზე მაქვს სამუშაო და არა იმაზე, რომ იმას მთელი ცხოვრება ვიღაცას ვაგინო, კონგოელს ან ვიღაცას. და ნუ აი რაღაც აქიდან და აგრესიაც შეუძლია თვითონ მოიძიოს რის გამო, ანუ რაღაც აგრესია სადაც ვერ გამოუშვა და ისეთ ადამიანთან უშვებს თან, რომელიც იცის, რომ იმ მომენტში შეიძლება ვერ შეეპასუხოს და ვერ გაუნგრიოს თავყარ. და აი რა იწვევს აგრესიას ადამიანში? აქედან უნდა დაიწყოს რა, რომ ეს აგრესია თვითონ დააბალანსოს, რამ გააბრაზა, იმას ებრძოლოს და არა ვიღაცა ადამიანს, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან რა. ხო, ნუ ეგ აგრესია. ნუ ვისაც უბრალოდ თავის აზრი გააჩნია, შეიძლება არასწორია, ეხლა რასაც ჩვენ ვიძახთ, შეიძლება თავიდან ბოლომდე იყოს არასწორი. ჩემთვის ეს კაცო მისაღებია, რომ აი ერთი სიტყვა არ ვითქოს, ახლა მე და შენ იდეაში შეიძლება სწორი. და მისაღებია, მაგრამ ეს არის ჩემი აზრი, რასაც აქვს არსებობის უფლება. ისევე როგორც იმ დანარჩენ მთელ კაცობრიობას თავისი აზრის არსებობის უფლება აქვს. კაცო, მე იმ თავში ეს პრინც ვერ ავხდი და ჩემ აზრს ვერ ჩაუდებ, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრი სუბიექტურია, ჩემია, მარტო ჩემია ეს აზრი. შეიძლება ვიღაცა ყოველთვის მეთანხმებოდეს, ვიღაცა არ მეთანხმებოდეს, მაგრამ ვინც მეთანხმება, არც ის არის 100%-ით მართალი და ვინც არ მეთანხმება, არც ის არ არის რა, როგორც არც მე არ ვარ. და რაღაცა იმ მიმღებლობა უნდა ვისწავლოთ, ჩემი აზრით, რომ ორმაგ სტანდარტებს ვებრძოლოთ, იმიტომ რომ აი ძალიან გამახიზიანებელია. საკუთარ თავში პირველ რიგში გამახიზიანებელი, მე ჩემ თავზე ვძარცვები ხოლმე რაღაცებს რო დავიდე. და სხვასთან უფრო მარტივია რა დაჭერა ამ ორმაგი სტანდარტების, და შენ თავთან ცოტა ვერ უშვებ და სხვასთან ეგრევე და აი მთელი მასა ორმაგი სტანდარტი ვართ, აი ყველანაირ გაგევით მუსიკა, ანუ ყველა სფეროში ეს ორმაგი სტანდარტი, რა ანუ ის ცუდია და მე ვარ კაი. და მისი ეს რაღაც ცუდია, მისი აზრი ცუდია, მისი ყველაფერი ცუდია და ჩემი ყველაფერი იდეალურია და ეგრე არ არის სამწუხაროდ. ყველა კარგები ვართ და ყველა ცუდები ვართ. მთავარია ჩვენ ვეცადოთ, რომ უფრო კარგები ვიყოთ, ვიდრე უფრო ცუდები. მე მგონი ეს იყო ჩვენი პირველი გადაცემა, არ ვიცი როგორი გამოვა. იმიტომ რომ ნამდვილად ტელეფონით ვიღებთ, ჩვენით ვიღებთ. თეატრში მეოთხე სართულზე ვიღებთ, ეს დეკორაციაც ჩვენი უცებ-უცებ მოფიქრებულია. იქ განათება არ ეთყობა, თორე სიმწრით შეერთებულია და თიც ვერ ყოაკარებს. ამის სიმონ დამატყდა. არ ჩაქრეს. ხო და რა ვინმე რაღაცებს ვისავთ რა. არ ვიცი ვისთვის არის ეს რაღაცები მოსაწონი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ესე ვთვლი და მგონი ლევანიც, რომ ჩვენ აზრებს რო ვუშვებთ ხმამაღლა, ჩვენთვის რომ ვიაზრებთ, მაგრამ ჩვენ რა ვთქვით. და ჩვენ ვიზრდებით რა უფრო მეტად, ჩვენთვის უფრო არის ეს პოდკასტი იდეაში, მაგრამ თუ ვინმესთვისაც არის თქვენთვის და თუ ვინმეც ამ აზრზე ხართ და გვეთანხმებით რამეში ძალიან გაგვიხარდება, თუ ვინმე არ გვეთანხმებით, ამასაც რა თქმა უნდა მივიღებთ, ოღონდ რა თქმა უნდა ესე რა, ტყების გარეშე რა მოხდა მოგეწონება, დაგვიწერეთ ძალიან გაგვიხარდება. ანუ ეგეც იქნება, მაგრამ მაგისთვის ზად ვარ, უბრალოდ რა ვიცი რა. უბრალოდ ანუ არა ესეთი, იმიტომ თავის თავსაყენებმა შეურაცხყოფას. ნებისმიერ კრიტიკას მივიღებთ, ნებისმიერ რჩევას მივიღებთ, აი პირველი სატესტო რო დავდეთ იმდენი კეთილი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც რჩევა მომცავან ყველამ აი ესე რა მოწიწებით, რომ აი თუ არ გიწყინება და აი ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენ, რომ ეს რჩევები მოგვეცით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა რჩევა ნელ-ნელა გავითვალისწინოთ. უცებ გვინდოდა გათვალისწინება, უბრალოდ ფიზიკურად შეგოჭრილები ვართ ცოტა ფინანსურ ამბავში და უკეთესი კამერა არ გვაქვს და უკეთესი მიკროფონი. კამერა, ხო. რამე იქნება. აუცილებლად მეგობრებო პირველ რიგში არის. მოდი, იცი რა ვქნათ, მოდი დღეც დავთქვათ, რა დღეს დავდოთ ხოლმე ვიდეოებს. დავდოთ 4 შაბათობით? ყოველ 4 შაბათს დავდოთ ვიდეო. ხო, ყოველი 4 შაბათი იყოს მაგის. ხო, ანუ არა, აქ რა არანაირი ის რომ რაღაც აი უცებ რაღაც ეგო დავიკმაყოფილოთ ან რაღაცა არ ვიცი ეს უბრალოდ მართლა წამოვიდა ეგ აზრი და ძალიან ეს ექსპერიმენტად მოხდა სპონტანურად რომ ჩაგვეწერა პირველი ჩავწერეთ სატესტო ეხლა უკვე ვცდილობთ რომ კიდე უფრო განვითარდეთ უფრო რაღაცა
მეტად ვიზუალურადაც და რა ვიცი, ყველა მხრივ იმას აქვს და აი რაც თავარი აი პრობლემებზეა ლაპარაკი, ანუ ვისაც გვეხება ყველას რა მარტო მე და მარიანას არ გვეხება რა, აი უბრალოდ რა ვიცი, ქუჩაში რო გახვიდეთ თქვენ თვითონაც ნახავთ და მაქსიმუმ რაც ვიცით, ოღონდ იმ დღეს ესე უცებ რა, რომ მოდი ამაზე ხوار დავწეროთ, ანუ ყველაფერს ადგილზე, ეს არ არის რა გამზადებული ტექსტი ან რა. უბრალოდ აი თემა, რომ ამაზე დავწეროთ, ამაზე ვისაუბროთ თუ ამაზე და მოდი იყოს ორმაგი სტანდარტები და ესე უცებ გადავწყვეტ, რომ ყოფილიყო ორმაგი სტანდარტები რა, ანუ ექსპრომტი იდეაში ყველაფერი, რაც მე ძალიან მომწონს. და ის რაღაცა ისიც რა დაყენებული ხასიათი ყოველ შემთხვევაში ჩემს საერთოდ არ არის არც ლევანის, რომ ეხა ძალიან მაღალ ფარდოვანად, იმიტომ რომ იქ ჟარგონები და ძალიან ბევრი რაღაცები გაგვეპარება, მაგრამ ეს გაპარვაც არ არის რა, მე მაგაში პრობლემას ყოველ შემთხვევაში ვერ ხედავ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ეს დაყენებული რაღაცები იყოს და მაქსიმალურად მიჩვენია რომ რაც ვარ ის ვიყო მანდაც და ისე ვისაუბრო აი ზედმეტი რაღაცების დაძაბულობისა ვაიმე ახლა რა ვქნა და რაღაცების გარეშე და აუ ამის მერე რა ვთქვა და იმშველი და ახლა ეგეთი არ მინდა რა. რაც გამოა როგორც გამოა, რა ვინახოთ, დრო გვიჩვენებს და ჯერ ადრეა, მაგრამ მე როდესმე ჩვენი ახიც გამოიწერეთ.